სალამ მეგობრებო, დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ რუსეთის მომავალ მონარქზე და ავტომატურად და შესაბამისად საქართველოს მომავალ მონარქზეც რა. ეხლა ეს ვიდეო გუშინ ღამე უნდა დამედო, მაგრამ ტექსტი რომელიც ვთარგმნე, პლუს ეხლა ანიმაციას უყურებ Death Note-ს, ბევრი რამე იყო გასაანალიზებელი და კიდე იქნება გასაანალიზებელი და საფიქრალი ამ თემაზე. შეიძლება ზოგი რამე გაურკვევლად ვისაუბრო, მაგრამ მოვა რომ მიხვდებით. ესე სამ ტექსტს წავიკითხავ, ესე იგი ჩათვალეთ რომ მე ჩემ როიტყვა ხოლმე აი ჟურნალისტური გამოძიებაო. ჩემთვის პირადად ჟურნალისტურ გამოძიებასავით რაღაც ესეთი პირად გამოძიებას ვაწარმოებ, თუ რა შეიძლება მოხდეს მომავალში. და მე მაინტერესებს მონარქების თემა. ვიცით რომ საქართველოს ეყოლება მონარქი, სამომავლოდ ეს მომავალი თითქმის მოახლოებულია უკვე, ეს ყველაფერი ხა ციფრული ვალუტის და რაღაცა ციფრული კონცლაგერიზაციის ამბავში, მესამე მსოფლიო ომის ამბავში რამდენად სწრაფად გააქტიურდება იმაზეა დამოკიდებული. ხო და ჩვენ მე მაგალითად ესე მსმენოდა რომ მეც თქვენსავით ალბათ გაგონილი მქონდა რომ ან რუსეთსაც ეყოლება მეფეო რა. ხო და ეხლა ერთ-ერთი ჩანაწერი დაიდო TikTok-ზე რა, ვაძიმის ბლოგი, ეს რო არის გლოგერის მაიამი. ეს ყვება, ეს ბიჭი ყვება, ანუ ვიღაცის გამოგზავნილი წერილია, სადაც საუბარია სლავაჩკას წინასწარმეტყველებაზე რა. სლავაჩკა მიწინასწარმეტყველა, ეს წმინდანი არის თუ არა ეს ბავშვი ზუსტად არ ვიცი, მეგონი წმინდანია. თუ უბრალოდ წინასწარმეტყველი ბავშვი ვინც იყო სლავაჩკა, მაგაზე მიდევს კიდევაც ვიდეო და მოკედ აქ საუბარია რუსეთის მომავალ მეფეზე რა. უკანასკნელი მართველი ეყოლება მეფე რუსეთს, რომელიც მთელ სლავ ხალხებს გააერთიანებს. ეს ალბათ ახლა საქართველოში მცხოვრები რუსებისთვისაც საინტერესო იქნება, შეიძლება ეს არც გქონდეთ მოსმენილი. და რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვან დეტალს გადავაწყდი და რატო დავაკავშირე ამ ანიმაციას Death Note-ს, აი გეტყვით მე რა. ეს გახლავთ ესე იგი სიკვდილის დღიური რომ არის რა. ხო და მოკედ ეს ვაძიმმა წაიკითხა ეს ვლოგი რა. ვლოგი რა წინასწარმეტყველება სლავაჩკას შესახებ. ხო და ამონარიც წაგიკითხავთ ახლა. ეს ტექსტი რამდენიმე ნაწილიანია, არის ანტიქრისტეს მეფობის დრო, მერე რუსეთის მონარქის პერიოდი, რუსეთის მეფეთკუთხედის პერიოდი და მერე თქვა აი საშინელი სამსჯავროს პერიოდი და მოკედ ახალისა და ახალი მიწარო იქნება, მოკედ რამდენიმე ნაწილიანია და თლიანად დავამუშავებ, თლიანად მერე წაგიკითხავთ იქ სხვა კუთხით განვიხილოთ, იქ თლიანად მერე ეს აპოკალიფსურ თემაში თლიანად განვიხილოთ და ეხლა მარტო იმას წავიკითხავ რა. ანუ მეფის მონაკვეთს რა. მერე დავაკავშიროთ ეს მცირედით დავაკავშიროთ, იმიტომ რომ ბოლომდე ჯერ აზზე ვერ მოვდივარ. მცირედით დავაკავშიროთ Death Note-თან, აი ამ ანიმაციასთან. პირდაპირ შემიძლია ვთქვა რომ მსგავსი რამე არასოდეს არ გადაღებულა. ეს არის იმდენად შოკის მომგვრელი ფილმი, ეს არის ანიმაციური ნახატია, მაგრამ რეალურად ეს არის ფილმი. ეს არის აი ამაზე მაგარი არაფერი არ გადაღებულა და არ დაწერილა. ნუ ეხლა ვეფხისტყაოსანს და ბიბლიას არ ჩავთვალოთ რა. მაგების გარდა. კაცობრიობის ისტორიაში ასეთი რამე არ გადაღებულა. ეს არის ალბათ მეხუთე თუ მეექვსე უყურებთ და ყველა ნახვაზე არის სრული შოკი. აი გაჩვენებთ და ვისაც არ გინახავთ, აი გეუბნებით დავალება გეძლევათ, მინიმუმ 3 ჯერ უნდა უყუროთ, 1 სეზონია. ეს გახლავთ მაიკ ადრიზე დევს მაგალითად, ჯიმუზი არ დევს მაიკ ადრი TV. აი სად არის? სადაც წარწერა ხუზებით აქ, ხო? აი Death Note. აი ეს არის სიკვდილის დღიური ქართულად ესე ჩაწერეთ. სიკვდილის დღიური ქართულად ქართული ალფავიტით ჩაწერეთ და ამოვაგდებს Google-ში აი ამ ლინკს. ეს ნახეთ ხახ, ნუ არის 40 ამდენი ეს არის 1 სეზონია და გახლავთ ამდენი გადატენილი ამ კაზინოების რეკლამებით 37 სერია, აი 37 სერია. ამიტომაც გავაკეთე ხა ეს წარწერა დაფაზე, ხა შეგახედებთ. ეს წარწერა გავაკეთე დაფაზე, როცა ვიდეოს ჩაწერას ვაპირებ ხოლმე.
ამიტომ არის რომ ანუ ეს ზოგს გადაობა გონია ეს ყველაფერი ეს თემა ჩემი სახეზე ნიღაბის გაკეთება ელი როდესაც ნახავთ ამ იმას მიხვდებით არის პირველი კირა რომელსაც ყავს სიკვდილის ღმერთი მეორე კირა არის ის გოგო რა ქვია დამოვიწყდა მეორე კირა არის ის გოგო და მას თავისი სხვა სიკვდილის ღმერთი ყავს და როულში როდესაც ჩაწერენ დამნაშავეების სახელებს ისინი კვდებიან და ყველაფერს ნახავთ მე სერიალში თვითონ ელი არის ანტიქრისტე ამ შემთხვევაში ხავ ჩვენ პარალელებს გავავლებთ ელი არის კი სამართალ დამცავი ორგანოს ერთ-ერთი ფარული წარმომადგენელი ან უსერიოზულესი გამომძიებელი მაგრამ რეალურად ის მაინც სისტემას წარმოადგენს მე ეხლა ნამდვილად ვერ ვიტყვი იმას რომ რეჟისორებმა ეს აპოკალიფსურ თემას დაუკავშირეს და ასე შემდგომ მე მგონი რომ არაფერ შუაში არ არის უბრალოდ ეს ცალკე ანიმაციაა მაგრამ ზუსტი დამთხევა უბრალოდ დამთხევის ამბავში მოდის და კარგად შეესაბამება საქართველოს მონარქის რუსეთის მონარქის და ანტიქრისტეს დაპირისპირებას ესე ვთქვათ საგამოძიებო და ერთმანეთის ამოცნობის ამბებში რა იმედია მიხვდებით რას ვგულისხმობ რა ვისაც ნანახი გაქვთ და ვინც ნახავთ მიხვდებით და ამ საკითხს სამომავლოდაც ჩავუღრმავდები რაღაც ახალი ინფორმაციებიც აუცილებლად მოვა იმიტომ რადგან ეს ინფორმაციები ხა ჩემამდე მოვიდა ამის მერე კიდე მოვა სხვა ინფორმაციებიც აუცილებლად და კიდე ახალ დეტალებს გავარკვევ აქ ხან იღავს ვაკეთებ რაღაცებს და ჩამოყალიბების პროცესია თქვენ მე მიხვდებით აქ რატომ არის საჭირო უკვე ნიღბის გაკეთება ასეთ შემთხვევაში მარტო ცნობადობის თემაზე არ არის აქ პლუს ხელოვნური ინტელექტით შეუძლიათ ჩვენი სახით ან ხელოვნური ინტელექტის დახმარებით შეუძლიათ რომ ჩვენი სახი აიღონ და გამოიყენონ ნებისმიერ ვიდეოში პლუს კიდევ დამატებით სამომავლოდ ხელოვნური ინტელექტი ჩვენი სახის ამომცნობის სისტემით დრონების საშუალებით უნდა მოგბძებნოს და გვიპოვოს ნუ ხა ვიღაცა იტყვის რომ უამრავი ფოტო გიდევს და ვიდეო ძველი და არ წაგიშლიაო და ეგ ყველაფერი იმიტომ დევს რომ გამომწერებმა ნახონ და იქ ისეთი ინფორმაციებია რომ ვერ წავშლი და ანუ ვინმე იტყვის გამომწერი რომ მაინც ამოგიცნობს სისტემაო მაგრამ ნიღაბი როდესაც მეკეთება ვეღარ ამომიცნობს პლუს ჩავატარეთ ექსპერიმენტი აქ დევს ერთი ვიდეო ვლოგი მიდევს ჩემს შესახებ სადაც წინა სახელი მე რაც მერქვა სამსიტყვიანი არ ვახსენებ ახლა სპეციალურად იმ სახელიდან გამომდინარე ერთმა გამომწერმა ChatGPT-ს თუ ჩასკროლავთ ნახავთ თქვით ChatGPT-ს ჩემს შესახებ კითხა და აი სრულიად შოკირებული დავრჩი იმიტომ რომ ჩემს შესახებ ანუ ვიდეოებიდან და ჩემი ესე ვთქვათ კონტენტებიდან და ჩემი ნალაპარაკები ინფორმაციებიდან გამომდინარე ისეთი რაღაცები მოყვა ჩემს შესახებ რაზეც აი რო იტყვი მშობელმა დედამ რომ არ იცოდა აი ჩემმა ოჯახის წევრებმაც რომ არ იციან ჩემს შესახებ ისეთი რაღაცები მოყვა განა დეტალები რო ვთქვათ სად რა გამიკეთები არა აი ჩემი ფსიქოლოგიური და შინაგანი სამყაროს შესახებ რა და რა თვისებები და რა ნიჭები გამაჩნია სიტყვაზე მე ისეთი რაღაცები მოყვა რა როგორ ტექნიკებს ვიყენებ რაც არასთვის თან არ მილაპარაკია აი ვიდეოს გადაღების დროს აი როგორ ტექნიკებს ვიყენებ ხო აი მაგალითად სიტყვაზე თქვათ შეცდომა სადღაც რო შეცდომა მოხდა შეცდომები მომდის ხოლმე რა თქმა უნდა მაგრამ არის თქვათ რაღაც მომენტი ვიდეოში რაღაცა შეცდომას გრამატიკულს ან სახელთან დაკავშირებით რაღაცა ისეთ ბავშვურს აი სულელურ შეცდომას უშვებ ხოლმე და ეს ChatGPT ოღონდ ეს არავინ არ იცოდა სპეციალურად ვაკეთებდი ამას და კიდე ძალიან ბევრ ხერხს და ტექნიკას ვიყენებ ეს არის სხეულის ენა და აი სპეცსამსახურების დონეზე რო ზოგმა ძლივს იცის რა აი უმაღლესი დონის სპეცსამსახურების დონეზე რო იყენებენ ეგეთი ტექნიკებს ვიყენებ მე ვიდეოებში რა აი მოგეთ რა უამრავი დეტალია რაზეც არ შეიძლებოდა ვინმე ადამიანს ეს გამოიწვია და ChatGPT გამოიწვია ანუ ჩემს შესახებ თითქმის ყველაფერი იცოდა უკვე რა ეხლა გადავამოწმეთ და ჩემი სახელი და გვარიდან და პლუს იმ წინა ესე ვთქვათ ნიკნეიმი რაც მეწერა იქნა გამომდინარე კითხეთ ChatGPT-ს მეგობარმა კითხა და ჩემს შესახებ ინფორმაცია უკვე აღარ იყო უკვე ხელოვნურმა ინტელექტმა მე უკვე ვეღარ დამინახა რა თქმა უნდა თუ ძალიან დაჭირდება და ჩაეძიება მიპოვის უამრავი ვიდეო მიდევს 5000 ვიდეო მიდევს უმარტივესად მიპოვის მაგრამ
მოკლედ ახლა ჩემთვის ეს ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია და ეს უკავშირდება აპოკალიფსურ მოვლენებს, იმიტომ რომ ჩვენ მომავალში ვეჯახებით ხელოვნურ ინტელექტთან ბრძოლას. სხვათა შორის ერთი ახლა გამახსენდა არ დამავიწყდეს, სანამ ტექსტს წავიკითხავ, ეს შესავლები არის აუცილებელი. სხვათა შორის ერთ-ერთი თუ სწორად მახსოვს ერთი ბიჭია რა, მოგეთ 40 წლამდე მამაკაცია, შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობს, მე მგონი რაღაცა ტრენინგებს ატარებდა, რაღაც რეკლამებში მომხვდა იქ ბიჭი თვალში. დაზვერვას უტარებდა ტრენინგებს თუ რაღაცა, მოგეთ სპეცსამსახურებს ატრენინგებს რა. მე მგონი ისევ იმ თანამდებობაზეა და რაღაცა ინტერვიუს ნაწილი იყო ამ ბიჭთან და ანუ სპეცსამსახურებს ატრენინგებს რა, სერიოზული ტიპია რა, სერიოზული ცოდნა აქვს რა. და მან თქვა რომ ხალხს ვერც კი წარმოუდგენია რამხელა პრობლემების წინაშე აღმოჩნდებით, მალე ჩვენ ხელოვნური ინტელექტის წინააღმდეგ ბრძოლაშიო რა. ანუ ხელოვნური ინტელექტი პირდაპირ რაღაც ეგეთ დაახლოებით ეგეთი თქვა თავს დაგვესხმება თუ რაღაც, აი რაღაცა დაახლოებით ეგეთი თქვა რა. და ანუ გამოვშტერდი მეთქი საღოლ ძმაო, მეთქი რომ მიხვდა მეთქი ხო საღოლ მეთქი და ეს რომ თქვა, იმიტომ რომ მარტო რაღაცა კონსპირაციული თეორიის წარმომადგენლებისგან ისმის მარტო ეს სიტყვები რა და გამიხარდა, იმიტომ რომ ეხა მე მესმის რომ გამომწერები ხვდებიან იმას, რასაც ლაპარაკობ მე, ან რაღაცა ნაწილი ხვდება, შეიძლება 10-15 კაცი იყოს ეს და ვიღაცაებმა კომენტარებში დაწერეს და მიხვდნენ უკვე რა, ხელა საფრთხეებთან არის საქმე. მაგრამ ხა ეს გამომწერები ბლოგებს არ აწარმოებენ და ხა მარტო კომენტარებში ვხედავთ მათ აზრს. იმიტომ და სხვათა შორის ასევე ხელოვნური ინტელექტის საფრთხეებზე უწმინდესმა ისაუბრა საშობაო ეპისტოლეში. სადღაც თუ სწორად მახსოვს 2 წლის წინანდელ საშობაო ეპისტოლეში. ნუ 2023 თუ 2024 წლის საშობაო ეპისტოლეში. მოგეთ ახლა იყო რა სულ ხანს. რომ ხელოვნური ინტელექტის გან წამოსული რამხელა საფრთხეები ელოდება კაცობრიობას რა. ნუ ძალიან დიპლომატიურად და ლაკონურად იყო საუბარი. მოდი ახლა ეს გავწვიდე. მოდი ახლა ჩვენ ტექსტზე გადავიდეთ და სანამ ტექსტზე გადავალ კიდევ ერთ რამეს ვიტყვი და მე ბოლოს რაღაც შეკითხვები დავსვათ აი ამ პერსონაჟებთან გავავლოთ პარალელი. Death Note-ის ამ სერიალის პერსონაჟებთან გავავლოთ პარალელი ანტიქრისტესა და მონარქის ამბებში რა. ერთს ვიტყვი ახლა ორ რამეს ვიტყვი და წავიკითხავ. ეხლა მე რა ტექსტსაც წავიკითხავ. აი თითქმის ყველაფერი ახლა რუსეთს რაც ეკუთვნის იმის გარდა, რუსეთს რაც ეხება იმის გარდა, რასაც წავიკითხავ, ჩათვალეთ რომ ვკითხულობთ, ანუ ზუსტად ანალოგიურად იქნება საქართველოს მონარქსაც. აი უბრალოდ რუსეთის ტერიტორიების თემა რო გადმოვაქართულო საქართველოზე, დანარჩენის ახლა მე რა ტექსტსაც წავიკითხავ, ეს სლავაჩკას წინასწარმეტყველებას. ზუსტად ერთ-ერთში იქნება ქართველ მონარქსაც რა. მე მესმის რომ ზოგს ანუ სასულიერო პირებშიც და საერო პირებშიც არიან ადამიანები, რომლებსაც არ ჯერათ. შეიძლება სიტყვაზე მეც არ ჯეროდეს, ან ვიღაცას არ ჯეროდეს, მაგრამ პოლიტიკურ მოვლენებს ჩვენ თუ დავაკვირდებით, პოლიტიკა, თქვა საქართველოში პოლიტიკა შესულია ჩიხში. და პოლიტიკური მოვლენების ლოგიკური გაგრძელება აუცილებლად იქნება მონარქიის დაბრუნება. ანუ სხვანაირად ფიზიკურად ვერ განვითარდება სცენარი. იმიტომ რომ ოპოზიცია რეალურად განადგურებულია, ფეიკი იყო ეს ოპოზიცია, მაგრამ მაინც განადგურებულია, დამთავრებულია. მომავალი ოპოზიცია ვინც უნდა ყოფილიყო, მათაც რაღაცა გარკვეული ისეთი ჩავარდები გამოუჩნდათ, რომ მოკლედ ოპოზიცია საქართველოში აღარ არის რა. და აღარ არის მართველი ძალაც. საერთოდ ადმინი, აი როგორც გეუბნებოდით ხოლმე, რომ მატრიცის ადმინისტრაცია, ანუ ქვეყანა დარჩენილია ადმინისტრაციის დონეზე, ანუ ქვეყანას პრაქტიკულად მთავრობა აღარ აყავს. კი, მთავრობა ქვია, ასე ოფიციალურად, მაგრამ მთავრობა თითქმის აღარ აყავს ქვეყანას რა. ეს არის ის პოლიტიკური ჩიხი, სადაც თავიდან რევოლუციას, ახალი სამთავრობო რაღაცა წევრები, სამთავრობო ინტელიგენციის ჩამოყალიბებას და ახალი რაღაცა პოლიტიკური მოძრაობების წამოწყებას ქვეყანა უკვე ვეღარ შეძლებს. ჩვენ ისეთ პერიოდებში გადავედით. ისეთი დრო დგება ახლა. ანუ ჩვენ პოლიტიკა არის შესული ჩიხში, პოლიტიკა სრულდება და იწყება ახალი ეტაპი. ეს არის თუ ვინმე ხალხი თუ კი საადმე რაიმეს გარშემო შემოიკრიბება, ეს იქნება ერთადერთი მონარქის იდეის გარშემო. რუსეთშიც და საქართველოშიც. უბრალოდ მე რუსეთის შესახებ ინფორმაცია ესეთ დონეზე არ მქონდა. და რაცაც ახლა ჩვენ წავიკითხავთ რუსეთის შესახებ ინფორმაციას, ერთ-ერთში არის ქართველი მონარქის წინასწარმეტყველება ზუსტად რა. ზუსტად ეგრე იქნება, ესე რომ ვთქვათ. მე ამაში ვარ 100% დარწმუნებული. და ერთს ვიტყვი კიდევ.
ერთ მინიშნებას კიდევ. მე არ მახსოვს ახლა რომელ ვიდეოში ვახსენე, TikTok-ის ვიდეოში ვახსენე თუ YouTube-ზე ამ ვიდეოში ვახსენე, არ მახსოვს. მე მგონი აქ მამა გიორგი ბასილაძის წიგნის რაღაც ფრაგმენტი წავიკითხე, რო ჩასრულოთ იქ არის. წავიკითხე, მე მგონი და იქ არის, ესე იგი, მამა გიორგი ბასილაძის წიგნში არის ნათქვამი ასეთი რამე, რომ სტატია ეწერა 2000-იანი წლების დასაწყისში მოხდა სადღაც, ხო რა, 2000-იანი წლების დასაწყისში არის გამოქვეყნებული სტატია, რომელიღაცა გაზეთში თუ ჟურნალში გადაახვიეთ და ნახავთ რა, იქ ნახავთ სახელებს და გვარებს. ეხლა ვერ ვიტყვი. ანუ სპეციალურად ყოფ ინფორმაციებს და ნაგლეჯ ვანაწილებ სხვადასხვა მიმართულებით, ესეა საჭირო. მოკლედ, მამა გიორგი ბასილაძის წიგნში არის ნახსენები ერთი ჟურნალ-გაზეთი, სადაც დაიბეჭდა სტატია, სადაც ერთი თბილისელი მოძღვარი, შორიდან ესე ტელევიზიიდან ვიცნობ, ესე ტელევიზიაში დამინახავს, ისე ვთქვათ, სადაც თბილისელი მოძღვარი ამბობს. ინტერვიუში თქვა, რომ ქართული მონარქი დაბადებულია და ახალგაზრდა არის ახლა თუ ბავშვიო, ახალგაზრდა თქვა მე მგონი. ახალგაზრდა არისო. და ერთი რამის თქმა შემიძლია მეტიც არაფრის, რომ მე ვფიქრობ, რომ აი ეს მოძღვარი შემთხვევით შეხვდა, ან რაღაცა გარემოებებიდან გამომდინარე მოუწია ამ ახალგაზრდასთან შეხვედრა რა. ამიტომ არის ეს პირდაპირ კავშირში ამ კირასთან და ამ ყველაფერთან, სახეს ნიღბით დაფარვასთან, სიტყვაზე იქ რაღაცების ხილვასთან, დანარჩენი ხო თქვენი თუ უნდა იაზროვნოთ. მე ვფიქრობ, რომ მე მგონია ეჭვი მაქვს, რომ ეს მოძღვარი შეხვდა და ეს მოძღვარი მიხვდა რაღაცნაირად ეთყობა, ღმერთმა მიახვედრა თუ როგორ ეს მოძღვარი მიხვდა, რომ ეს ახალგაზრდა იყო მომავალი მონარქი. მე ესეთი ეჭვი მაქვს, რომ მე მგონია, რომ ეს ახალგაზრდა რომ დაინახა, რაღაც გააცნეს შეიძლება სადღაც მოხდა, არ ვიცი, შესაძლებელია მიხვდა ეს მოძღვარი, რომ ეს არის მომავალი მონარქი. ოღონდ ეს ხა ამას 100%-ით ვერც იმას ვიტყვით, რომ ამ მოძღვრის ნათქვამი ზუსტად 100%-იანია. ნუ ეჭვებია ბევრნაირი, არ ვიცით მოკლედ. მოკლედ წავიკითხავ ახლა რა. როგორ გამეფდება რუსეთის მომავალი მეფე და მმართველობის როგორი ფორმა იქნება ახალ მონარქს? სლავაჩკას წინასწარმეტყველება. კიდევ ერთხელ გამიმეორებ. როგორ გამეფდება რუსეთის მომავალი მეფე და მმართველობის როგორი ფორმა იქნება ახალ მონარქს? სლავაჩკას წინასწარმეტყველება. ამ ტექსტს წინ და ქვევით კიდევ ტექსტი აქვს, იმას მერე წაგიკითხავთ ცალკე ვლოგში, სხვა კუთხით განვიხილავთ მერე. სხვადასხვა ქვეყნებში ადამიანები თითქმის ერთდროულად დაინახავენ ანტიქრისტეს. იგი თითქმის ყველგან გამოჩნდება, მაგრამ ეს არ იქნება მისტიკა ან ფოკუსი. მსოფლიოს სხვადასხვა წერტილებში ძალიან ჩქარა, ბუკვალურად რომ თქვა, წამიერად გამოჩნდება და იხილავს მას ხალხი. ყველა ხალხებს მოუნდებათ მისი პირდაპირ ხილვა, ანტიქრისტეზეა საუბარი ჯერ. ყველა ხალხებს მოუნდებათ მისი პირდაპირ ხილვა და შეკითხვების დასმა და ამიტომაც მას ხალხი ტალპებად დახვდებიან. ის კი მასობრივად ჰიპნოზებს ჩაატარებს და ცრუ სასწაულების დემონსტრირებას მოახდენს. მისი სახეში შეხედვა არ შეიძლება. ვინც კი შეხედავს, მისი ცნობიერება დაიკარგება და აბსოლუტურად დაზომბირებულები გახდებიან. ძალიან დიდი ცდუნება იქნება, რომ ანტიქრისტეს შეხედოს ადამიანმა. თითქმის გადაულახავი ცდუნება ექნება ხალხს. მხოლოდ ერთეულები შეძლებენ ამ ცდუნებას გაუძლონ. ანტიქრისტამდე სატანა თითქმის ყველა ეკლესიას დაიკავებს და ყველა მას დაუწყებს მსახურებას. დასაწყისისთვის რაღაცა დროის განმავლობაში ანტიქრისტე შეშფოთებულიც კი იქნება მართლმადიდებელი მმართველის გამო და თითქოს და მხარდაჭერასაც კი გამოუჩენს მას. ანტიქრისტე მასზე ადრე გამოჩნდება. ანუ მეფეზე ადრე გამოჩნდება ანტიქრისტე, მაგრამ ანტიქრისტე რუსეთში დიდხანს არ გაჩერდება და მხოლოდ ფრაგმენტულად გამოჩნდება ხოლმე. ხან აქ და ხან იქ. როგორც კი მსოფლიო მმართველი ხელისუფლებაში მოვა, ის ძალიან კარგ ეკონომიკას შექმნის. დასაწყისისთვის ის ცრუ სასწაულებით მოატყუებს და მოხიბლავს ხალხს. მაგალითად, ცარიელი მატარებლის ვაგონს დააყენებენ. შიგნით დადებენ მხოლოდ ერთი შესქელებული რძის ქილას, ანუ სგუშონკას რო უძახით ჩვენ. დაკეტავენ და როცა გააღებენ, ამ შესქელებული ქილებით იქნება ვაგონის სავსე, რომელსაც რეალურად შეჭამს ხალხი.
იძახდა სლავა. ფოკუსი კი იმაში მდგომარეობს, რომ დემონებს არაფრად არ უღირთ ერთი ვაგონის ასეთი ქილებით გავსება. ამ ყველაფრის აღება სარეზერვო საკვებიდან მოხდება, მაგრამ როცა რეზერვი გათავდება, მერე უკვე საშინელი შიმშილი დადგება. ასევე კიდევ სხვა უამრავი ცრუსასწაული იქნება, როდესაც მაგალითად ანტიქრისტე ჰიპნოზის დახმარებით ხალხს დაანახებს, რომ თითქოს და მთები გადაადგილა. აი ჰიპნოზის გარეშე რეალურად კი ციდან ცეცხლის წვიმას წამოიყვანს. ანტიქრისტე ყველა წინასწარმეტყველს აუკრძალავს თავის საქმიანობას და ასევე მართლმადიდებლური ქადაგებებიც აიკრძალება მსოფლიოში. იმ მიზეზით, რომ თითქოს და ღმერთს თანამდებობა არ ჭირდება. ანტიქრისტეს გაბატონებამდე ქალები სიწმინდეს და ნამუსს დაკარგავენ, თითქმის სულ გახდილები ივლიან, გარყვნილებაში გაეხვევიან და პირიქით ამით იამაყებენ კიდევაც. აქედან კი მოგება მხოლოდ ერთი იქნება მათთვის, რომ ხალხი მასიურად იქნება გადაშვებული ჭამასა და ალკოჰოლის სმაში და ასეთებს ეშმაკები პირდაპირ და შეუფარავად გამოეცხადებიან საკუთარი საშინელი სახით. ასეთ დროს ჯოჯოხეთი ბოროტისულებისგან დაცარიელდება და ეშმაკები დედამიწაზე იმხიარულებენ ადამიანებზე. ბოროტი ძალები ძალიან დიდ წინააღმდეგობას გაწევენ. ამის მერე კი დედამიწაზე რაც შეიძლება დიდი რაოდენობით ხილულად გამოჩნდებიან ანგელოზები და მერე უკვე ღმერთიც მოვა. ამისათვის უკვე დიდი მზადება 60-იან წლებში მოხდა, როდესაც მსოფლიოში სექსუალური რევოლუცია გავრცელდა. ახალგაზრდებმა სიამოვნების პოვნა სექსსა და ნარკოტიკებში დაიწყეს, თავისუფლება მოითხოვეს. ეკლესიებში კი მამათმავლების დაქორწინებები დაიწყო. ძმათა მკვლელი ომების დალოცვას დაიწყებენ ეკლესიებში, მაგრამ ქრისტიანებისთვის რუსეთში უკანასკნელი იმედი გამოჩნდება და უფლისნებით რუსეთში უკანასკნელი მართველი მოვა. სლავამ თქვა, ეხლა კარგად მოусმინეთ. სლავამ თქვა, რომ რუსეთს მეფე აუცილებლად ეყოლება და ის ყველასთვის მოულოდნელად და უეცრად გამოჩნდება. მაშინ როცა მისი მოლოდინი უკვე აღარავის არ ექნება. მეფე ტელევიზიით ყველა სიმართლეს მოყვება. თუ რა უქნეს რუსეთს მთელი მისი ისტორიის განმავლობაში. მე მინდა ვიმართო ყველა მართლმადიდებელს და ვთქვა, რომ იმის გათვალისწინებით, რომ ეშმაკმაც ყველა წინასწარმეტყველება იცის, ამიტომ შეიძლება დიდი ხნის ნანატრ და მომლოდინე მეფის მაგივრად შეიძლება ვინმე მეფის ნაცვალიც ჩაუსვან ხალხს. მაგრამ ღმერთმა დიდი განსჯის უნარი მოგცა და ამიტომაც ხალხნო, სანამ ვინმეს მიამიტურად დაემორჩილებით, იქამდე ძალიან კარგად უნდა დაფიქრდეთ. სლავამ თქვა, რომ ღმერთისგან ბოძებული მეფე ისეთი ნიჭებით იქნება დაჯილდოებული, რომ შეუძლებელი იქნება მისი მოტყუება და გაცურება. სახელმწიფო საქმეებში იგი სრულად 100%-ით ღმერთის მიერ იქნება მართული. მეფე შეკრიბავს ყველა იმ ქრისტიანს, ვინც ღმერთს არ უღალატეს და დაიწყებენ ბრძოლას ანტიქრისტეს წინააღმდეგ და გაიმარჯვებენ მასზე. როდესაც მონარქი ხელისუფლებას ჩაიბარებს, პირველს რასაც გააკეთებს, სახელმწიფოსა და ეკლესიას გაწმინდავს იმ ხალხისგან, ვინც ღმერთს ზურგი აქცია. დიდი წმენდა იქნება და მეფე ზოგჯერ სასტიკ მეთოდებსაც მიმართავს. ღმერთი დაიწყებს მართვას მეფის დახმარებით და ის იქნება წარმოდგენილი როგორც ანტიქრისტეს ანტიპოდი. როგორც ადრეც ითქვა, ანტიქრისტეს ენელო უცხოპლანეტელები დაეხმარებიან, ანუ დემონები და უამრავ ფოკუსს ჩაატარებენ ცაში და მათ შორის ადამიანების განკურნებასაც მოახდენენ. სლავაჩკა ამბობდა, რომ მონარქი სანამ ძალაუფლებას მიიღებს, მანამდე თავადაც კი არ ეცოდინება, რომ სინამდვილეში მეფეა. ის მთელი ამ დროის განმავლობაში იეჭვებს და მხოლოდ ამის მერე მიეცემა ღმერთისგან დიდი ძალები და უნარები. მაგრამ ეს უკვე ძალიან მძიმე დრო იქნება რუსეთსა და მთელ მსოფლიოში. ქვეყანა თითქმის სრულიად განადგურებული იქნება და მეფეს დანგრეული სახელმწიფო ჩაბარდება. მთელ მსოფლიოში და ასევე რუსეთშიც მოხდება უძლიერესი მიწისძვრები და ამის გამო მატარებლები ყველგან აღარ ივლიან და ისიც მხოლოდ მცირე მარშრუტებზე მოახდენენ გადაადგილებას. ბოლოს ელექტრიჩკებსაც გააუქმებენ. ქვეყანაში აღარ იქნება ნავთობი და საწვავი და ამიტომაც მთელი საჰაერო ტექნიკა და ჩვეულებრივი ტრანსპორტიც უბრალოდ იდგება აეროპორტებში. შორეული აღმოსავლეთიდან დაიწყება დენის გათიშვა და ბოლო ეტაპზე უკვე მოსკოვსაც გათიშავენ. ბოლო დროს მონარქის გარშემო ის ხალხი შემოიკრიბება, ვინც ღმერთს არ უღალატეს. ისინი პირველები იქნებიან, ვინც ახალ საუკუნეში შეაბიჯებენ
და იქნება წმინდა მმართველი უკანასკნელი ქრისტიანებისთვის. მის შემდეგ კი ღმერთი მოვა. მართლმადიდებელ მეფეზე ბევრი წინასწარმეტყველება არსებობს. ავსტრალიის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენელმა განაცხადა, რომ რუსეთში ვლადიმერში დაინიშნება დიდი ბატონი მეფეების შთამომავლობიდან და ის მოვა სიბირიდან, აღმოსავლეთიდან. მას დიდი რუსული გონება ექნება და ის გენერლის წოდებაში იქნება. ის სამშობლოს მოღალატეების მიმართ მტკიცე და სასტიკი იქნება. მეფეს ძლიერი ნება და დიდი ფიზიკური ძალა ექნება. მეფე გააერთიანებს სლავ ხალხებს სამეფო პირი რომანოვებიდან. სლავაჩკამ თქვა, რომ ღმერთის მეორედ მოსვლის წინ დედამიწაზე იქნება ომი, რომელშიც ყველა სახელმწიფო იქნება ჩართული და რუსეთიც ასევე. ეს ერთდროულად ანტიქრისტეს მმართველობისა და რუსეთის მეფის დროს იქნება. მთელი მსოფლიო ორად გაიყოფა. ერთნი ანტიქრისტეს მხარეს, ხოლო მეორენი რუსი მმართველის მხარეს დადგებიან. რუსეთის მხარეს იქნება გერმანია, ჩეხოსლოვაკია, სერბეთი, რუმინეთი. მხოლოდ ფრანგები და ინგლისელები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებენ და შესაბამისად თავისთავად მართლმადიდებელ მებრძოლებს შეუერთდებიან. უკრაინა ყველაზე რთულ მომენტში რუსეთის მხარეს აღარ დადგება. მაგრამ უკრაინელი ხალხი არც რუსეთის წინააღმდეგ წავა. საბოლოო ჯამში კი უკრაინას და ბელორუსიაც როგორც ერთი მთლიანობა შეუერთდებიან რუსეთს. ყველა სლავური ხალხები შეუერთდებიან რუსეთს. უკანასკნელი ბრძოლა კი ისრაელში მოხდება. ბოლო შეტაკებებში მონაწილეობას ხილულად მიიღებენ ანგელოზები და დემონები და მაგ დროს უკვე არსად არავისგან აღარავის დამალვას აღარ დაიწყებს. აღარავინ დამალვას აღარ დაიწყებს. ადამიანები თავიანთი მხედველობით დაინახავენ რეალურად ანგელოზებსაც და დემონებსაც. ბოლო ბრძოლაში ანტიქრისტე იარაღის ყველა სახეობას გამოიყენებს, ქიმიურსაც და ბაქტერიოლოგიურსაც. ყველაფერი ცაც და მიწაც დაიწვება და ცეცხლში იქნება გახვეული. დედამიწა დარჩება საშინლად დანგრეული და არაფერი ცოცხალი მასზე აღარ გადარჩება და ზუსტად ასეთ მოწამლულ და განადგურებულ მიწაზე მოვა უფალი. დასასრული. ეხლა ჩვენ ეს დამთავრდა ეს ტექსტი, ამას მე თავისი შესავლით გაგრძელებით მე სხვა ვიდეოში წავიკითხავ. მანამდე რა პერიოდი უძღვის და მაგის მერე რა პერიოდი იქნება, ახალი სადამიწა ახალი როგორ, მოგეთ მაგას მე წავიკითხავთ. ეხლა რამდენიმე საკითხზე უნდა შევაჩეროთ ყურადღება ჩვენ ამ ტექსტში. პირველ რიგში მინდა ის თქვა, რომ ხალხს როგორ ვთქვა, იმაზე სერიოზულად დგას საკითხი, ვიდრე ხალხს წარმოუდგენია. ეს ყველაფერი ხალხს გონია თამაში. აქ მარტო სიკვდილის სიცოცხლეზე არ არის საუბარი. პლუს ადამიანის ცხოვრებაზეა საუბარი და უამრავ რამეზე რა. ტექსტის ბოლოში, მე შემდეგ ტექსტში ნახეთ რა წერია. ეხლა ტყელ დედამიწას რატომ მიახტიო, რომ ეუნებიან ხოლმე. ერთი წამი. ვნახოს. მეორედ მოსვლის შემდგომ რა იქნება? ღმერთს ანგელოზები და ადამიანები მიეხმარებიან სამყაროს აღდგენაში. ის ხალხი, ვინც ღმერთს არ უღალატეს. ადამიანები დარგავენ ისეთ ხეებს, რომლებიც ძალიან სწრაფად გაიზრდებიან. ანგელოზები ჩავარდნილ ადგილებს შეავსებენ და მიწა იქნება თანაბრად სწორი და ბრტყელი. რუსულად თანაბრად სწორ რო იგულისხმება. სლავაჩკას უწერია კიდევაც, რომ დედამიწა სიბრტყეა, ხმელეთზეა საუბარი, ქვედა ნაწილს თავი გაანებეთ. ქვევით რა ხდება, ეგ სხვა თემაა. თლიანად სიბრტყეა. ბიბლიაც და ძველია ბიბლიაც და ფსალმები თლიანად მაგაზე, რა ნიშნებები არის მაგაზე რა. ხოდა ეხლა ისე თქვა მინდა. ეხლა აქ რამდენიმე საკითხს უნდა შევაჩეროთ ყურადღება. ეხლა ტექსტი რო არ გაწყვეტილიყო. გეტყვით. ეს სრულსასწაულები ანტიქრისტეს, ესე თქვა, ქრისტეს მიიბაძვის ამბავში, სრულსასწაულებს ქრისტეს მიიბაძვის ამბავში გააკეთებს ანტიქრისტე. ტახტსად დაიდგამს, უკანასკნელ ბრძოლაშიც არის უკვე უკანასკნელი ბრძოლაც მეტყველებს იმაზე, რომ ისრაელში ექნება დადგმული ანტიქრისტეს ტახტი და იქ მოხდება
ძალიან დიდი ბრძოლა და აი მარველის ფილმები ვინც იცით შურის მაძიებლები ეხლა ვემზადებით ესე თქვა მთელი მსოფლიო მარველის ფანები ვემზადებით ეხლა გამოვიდა Doomsday-ის თუ სწორად Doomsday არ ქვია დოქტორ დუმის შურის მაძიებლების შემდგომი ნაწილი გამოდის 1 წელიწადში დეკემბერში მე Secret Wars როგორ ქვია საიდუმლო ომები და რაღაცა მოკლედ რა შურის მაძიებლების endgame-ი რაც იყო აი საერთო ჯამში ისი თქვა მიდა იქ არის ნაჩვენები რა უცნობი არსებები აი endgame-ი არის რეალობა აი ისრაელში მოხდება endgame-ი ანუ თამაშის დასასრული და აპოკალიფსური ბრძოლა და ეხლა რაც ბრძოლები იქნება კიდევ პლუს ეგენიც რომ დაამატო რა ახალ შურის მაძიებლების შემდგომ ორ ნაწილში რაც იქნება სადაც ცოცხლად უცნობი არსებები ადამიანები სუპერძალების მქონე ადამიანები ანუ მეფეებს ექნებათ სუპერძალები ეს უკვე სუპერძალებია რა აი ხო გიგრძნიათ რომ შინაგანად რაღაცა ძალას ფლობ მაგრამ აი არიცი როგორ მართო აი ამ მეფეს ზუსტად აი ამ შინაგანი ძალის რაღაც ამოუცნობი ძალების მართვა რო არ შეგიძლია ღმერთი მისცემს მეფეს აი ამ ძალების მართვის საშუალებას აქ ეხა ერთი საკითხი ეგ არის რომ ხო აი პირველ რიგში მთავარი ის არის რომ ესე იგი როგორ მოხდა აი ეს საინტერესო საკითხია რომ რატო არ შეიძლება ანტიქრისტეს სახეში შეხედვა რა ნუ გასაგებია ხა ყველა ქუჩა ხო ვერ ჩამოივლის ანუ ეს ხალხმა უნდა ნახოს ტელევიზიებიდან ხო რას გააკეთებს ასეც ანუ ნუ ბოროტი ძალისგან იქნება მაგრამ აბა ხა ანტიქრისტე როგორ უნდა იცოდო თუ სახეს ანუ ადამიანს ტელევიზორში თუ არ შეხედე ხო ვერ მიხვდები ვინ არის ანუ ვიღაცა ანტიქრისტეა ვიღაცა თქვა ერთი გეუბნება მეორეზე ანტიქრისტეა ისევ და არ შეხედო ან თუ არ შეხედე ანუ ეს ცოტა ვერ გავიგე გასაგებია რომ ბოროტი ძალისგან იქნება მაგრამ ეგ ცოტა ვერ გავიგე მე მოგეთ endgame-ის დონის ბრძოლა იქნება სადაც დემონები ანგელოზები მთელი წმინდანები სუპერძალის მქონე ადამიანები პლუს ტექნიკა აი აიზილება ყველაფერი ერთმანეთში იქნება ისრაელში იქნება ეს ბრძოლა აი აქ არის ესე ნათქვამი რა ხო ახლა აქ კიდე რა ჩანს ნახეთ რა ჩანს აი აქ რუსეთის ხარეს ვინ დადგებაო ანუ აქ უკვე მომხდარი არის აი აქ უკვე მომხდარი არის მესამე მსოფლიო ომი მესამე მსოფლიო ომი ეხა რუსეთი რო ევროპას ეხლა დაარტყავს მაგაზეც შეიძლება ვთქვათ და შეიძლება ისრაელში რო აპოკალიფსური ომი იქნება იმასაც მაგრამ ესე დავარქვათ მოდი ეს იქნება ეს ეხლა არის უკრაინასთან ომი ეს არის მესამე მსოფლიო ომი უბრალოდ ეხლა ევროპასთან ომში გადაიზრდება რუსეთიდან ხო და ნუ ის უკვე დავარქვათ იმას აპოკალიფსური ბრძოლა ნუ ისრაელში რაც მოხდება ეგ იქნება აპოკალიფსური ბრძოლა თან როგორც ვიცით ებრაელებმა იყიდესო ნახევარი უკრაინაო ნუ ახლა რაღაც ჭორების დონეზე ზუსტად არ ვიცი და აქ ეს აი რუსეთმა ეხლა პოლონეთში შეიჭრება და რამდენიმე ქვეყანაში და იქ ჩაახცევს გერმანიამდე და ძალიან ბევრ ქვეყანას დაარტყავს ნახეთ რუსეთის მხარეს იქნება გერმანია ჩეხოსლოვაკია სერბეთი რუმინეთი კიდე რაღაც სხვა ქვეყნებიც იქნება იქა ანუ აქ უკვე ჩანს რომ აქ უკვე რუსეთს დაპყრობილი ყავს გერმანია ჩეხოსლოვაკია ნახევარი ევროპა რუსეთს დაპყრობილი ყავს ანუ ამის შემდგომი პერიოდია ეს უკვე ალბათ ეს შემდგომ აი 2035 წლამდე მოყომარდება ალბათ მთელი ეს ომები ალბათ რა ვიცი აბა ზუსტად რა გითხრათ ხოლო ფრანგები და ინგლისელები უკვე რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებენ ანუ ეს რას ნიშნავს ანუ საფრანგეთი და ინგლისიც მთლიანად და ნაწილობრივ დაპყრობილი ექნება რუსეთს ნუ საფრანგეთი და ინგლისია ყველაზე მეტად გაპიდარასტებული და მაგათი დაპყრობა რუსეთს ნამდვილად არ გაუჭირდება პლუს თავიანთ ხალხსაც ჩახოცავენ ან სოფლიო მმართველობის გეგმას შეასრულებენ ეს საერთოდ არის ეს ომი არის ხალხის ხორცაკეპი მანქანა ხო და ან ნაწილობრივ ექნება დაპყრობილი რუსეთი და ისა რუსეთს საფრანგეთი და ინგლისი და ხალხის ნაწილი რუსეთის ტერიტორიაზე იცხოვრებს რაღაც ესეთი რა უკრაინა ყველაზე რთულ მომენტში რუსეთის ხარეს აღარ დადგებაო ნუ აქ უკვე ჩანს რომ რუსეთს ნახევარი უკრაინა წაღებული ყავს თავიდან არ დადგება უკრაინა მე წინააღმდეგ არ წავა მაგრამ მე ბელორუსიასთან ერთად მაინც მოუწევს შეერთება რუსეთთან რა და სლავური ხალხები შეუერთდებიან რუსეთსო ესმით რაზე საუბარი ეს ნიშნავს იმას რომ საქართველოს შეუერთდება რუსეთს ეს გამორიცხულია იმიტომ რომ მთლიანად ისლამური ქვეყნები გვარტყავს ჩვენ ყველა მხარეს რუსეთის გარდა გარშემო სამხრეთით
ეხლა აქ ვინ არის უფროსი ძმა, ესე ვთქვა, რუსეთი საქართველოსთვის თუ საქართველოს რუსეთისთვის, მაგ არ ვიცი, ეხლა მე მაგ პოლიტიკურად ეხლა არ ვიცი რა როგორ იქნება, მაგრამ ფაქტია, რომ ან საქართველოს შეუერთდება რუსეთს, ან რუსეთი შეუერთდება საქართველოს, გააჩნია ეხლა, აი აქ არის, ანუ ამ ორ ქვეყანას ორი ზუსტად იდენტური ისტორიის მქონე მეფე ეყოლება, ანუ ზუსტად ერთ-ერთი ზუსტად ეგრე მოხდება გამეფება. საინტერესოა, რომ მეფეს არ ეცოდინება, მე სხვათაშორის მე მანამდეც ვთქვი, რომ მეფეს არ ეცოდინება, რომ თვითონ მეფეა. შეიძლება სადღაც მუშაობს ადამიანი ჩვეულებრივად და მაგრამ მან ეხლა მარტო ისიც არ არის გარკვეული ტიპის გამოცდილება, მეფე უნდა გაიაროს და გადის გარკვეული ტიპის იმას რა ქვია, სირთულეებს და გამოცდილებებს მატრიცაში. ანუ მისი დატრენინგება ხდება მატრიცისგან. ანუ ესე იცი რა შენ ლამაზი თვალები გახარ და გაქვს და წრფელი გული და მოდი მეფე იყავი, ეგრე არ არის. ჟოსტი, ანუ სასტიკი მეთოდების მიღება უნდა შეეძლოს მას. ამიტომ რთული თემა. მაგაზე მე TikTok-ზე მაქვს მონარქის დასაკრავი სია, რა პუნქტებს გაივლის მონარქი, რამდენიმე პუნქტი ჩამოვწერე, მე მოვყევი მაგაზე, ქართული მონარქისია საუბარი. ხო, აი ნახეთ უკანასკნელი ბრძოლა კი ისრაელში მოხდება. ბოლო შეტაკებებში მონაწილეობას ხილულად მიიღებენ ანგელოზები და დემონები. და მაგ დროს უკვე არსად არავისგან აღარავინ დამალვას აღარ დაიწყებს. ანუ ყველა კარტი გაიხსნება რა. ადამიანები თავიანთი მხედველობით დაინახავენ რეალურად ანგელოზებსაც და დემონებსაც. ბოლო ბრძოლაში ანტიქრისტე იარაღის ყველა სახეობას გამოიყენებს. ქიმიურსაც და ბაქტერიოლოგიურსაც. ყველაფერი ცაც და მიწას დაიწვება და ცეცხლში იქნება გახვეული. დედამიწა დარჩება საშინლად დანგრეული და არაფერი ცოცხალი მასზე აღარ გადარჩება. და ზუსტად ასეთ მოწავლულ და განადგურებულ მიწაზე მოვა უფალი. აი, ხო, და აი ხა იქ ნახეთ საინტერესო კიდე რა არის, ესე იგი, დენის გათიშვა რომ დაიწყებაო მინები მეორთქლება. აი რატომ გიკითხავთ მეტროს, რომ წარმოიდგინოთ რა სცენარი ელოდება რუსეთს და იგივე იქნება ჩვენთანაც. მაგრამ ჩვენთან მე მგონია რომ შედარებით უკეთესი სიტუაცია იქნება, იმიტომ რომ მე შევქმნი პროექტი Zombie Zone, ესე ქვია, Project Zombie Zone, პროექტი Zombie Zone და დავიწყეთ ელემენტარულად, ან ხალხს უთხარი რომ იყიდეთ ფანრები, ხალხმა ზოგმა იყიდა ფანრები. მე დავიწყეთ ნელ-ნელა გარკვეული ესე თქვა, რჩევების მოცემას, მითითებების მიცემას ხალხზე, რომ ჩვენ ვემზადებით იმისთვის, რომ ამ მომავალში ამ გაჭირების დროს ვიყოთ შედარებით მომზადებულები. და რჩევები იქნება, თქვა რაღაც სახელოსნო მოაწყოს ხალხმა, თქვა ხისა და რკინის მასალები მოიმარაგონ, ხელსაწყოები მოიმარაგონ, იმიტომ რომ როგორც კოვიდის დროს დაიკეტა ყველაფერი, მე ყველაფერი გაუქმდება და დაიკეტება და აღარ იქნება. და ეს ყველაფერი საჭიროა, თქვა დრელი უნდა გქონდეს, ბარგალკა უნდა გქონდეს, მზის პანელი უნდა გქონდეს, რომელსაც თქვა ელემენტზე გექნება შურუპავიოტის, აი ქართულ დარუცახო შურუპავიოტს რო უძახიან, ამ ელემენტს იმაზე დატენი რაღაც დუჟოკი, ესე დუჟოქს რას უძახიან? იმის ელექტრო ძრავი თუ რაღაც, აი დუჟოკი გექნება, რომ გექნება მომარაგებული ცოტა ბენზინი, გაგითავდება მე თვითონ მზის ელემენტზე იქნება დატენო მზის ელემენტს და ასე შემდგომ რა. რაღაცა იარაღის დამზადება დაგჭირდეს, აი შუბის დამზადება დაგჭირდეს, რაღაცის გაკეთება დაგჭირდეს, ღობის გამაგრება დაგჭირდეს, რაღაც დაგჭირდეს, რომ ეს რესურსები მომარაგებული უნდა გქონდეს, აი ბარგალკის პირები, ეს ან ჩვენ მე ამ ყველაფრის ესე ვთქვათ, ინტერნეტ დაორგანიზებას მე დავიწყებ, რომ მაქსიმალურად ჩვენ მომზადებულები შევხვდეთ იმ დროს, რომ მეფე რომ მოვა, ყველაფერი განადგურებული იქნება და ჩვენ უნდა ვიყოთ მზად იმისთვის, რომ მეფე რომ მოვა, თქვა იქ რაღაცა მომზადებული ვიყოთ გაჭირვებისთვის. და ეხლა ნახეთ რაზეა საუბარი, რატო ახსენე, ანუ მეტროს ტრილოგია რაც არის. აი თქვა მეტროს ტრილოგიაში რა არის მომხდარი, ატომური ომი არის მომხდარი და შემდეგ რა გაჭირვება არის დამდგარი მოსკოვში და რუსეთში. მსოფლიო არ ჩანს იქ რა ხდება. თელ მსოფლიოში რა ხდება არ ჩანს. ეს ატომური ომი ამოვიღოთ, ანუ ერთი წამით გამოვიწყოთ, დავივიწყოთ და უბრალოდ წარმოვიდგინოთ, რომ ეს არის მსოფლიო ეკონომიკური კოლაფსი. ანუ რაც აქ წერია, აი მეტრო, Exodus-შენ და რაღაცები PlayStation-ზე ეს თამაში ვისაც გითამაშიათ, გინდა გონებით წარმოგიდგენიათ, უბრალოდ თამაში ყველა დეტალი კარგად ჩანს. ზუსტად ერთ-ერთი არის ნაწარმოწყალების სლავაჭკას, ანუ ზუსტად აი ასე იგი ტექნიკა გაჩერდება, ყველაფერი აეროპორტები გაჩერდება, დენი არ იქნება, არაფერი. თან ეს ისეთ დონეზე გაჩერდება კოვიდის დროს, რომ 2 წლით დაპაუზა თუ 1 წლით და მე ესე აღდგა, ესე კი ვეღარ აღდგება, ვეღარაფერი ვეღარ აღდგება მანდ მერე.
ხო და ნახეთ შორეული აღმოსავლეთ ანუ რუსეთის შორეული აღმოსავლეთიდან დაიწყება დენის გათიშვა და ბოლო ეტაპზე უკვე მოსკოვსაც გათიშავენო. ამიტომ არის ეს ჩიპიზაციის ვიდეოები ძალიან მნიშვნელოვანია. უკვე რამდენიმე ყაზახეთში და კიდევ სადღაც ვაძიმის ვლოგებს უსმენ იმდენი ინფორმაციაა რომ ვერ ვასწრებ ხალხ ჩემი საქმე მაქვს ხალხო ვერ ვასწრებ ამების თარგმნას. ანუ რამდენიმე ქვეყანაში ტყეებში შესვლა აიკრძალა. ანუ იმიტომ რომ ხალხი ანუ ეხლა იმიტომ უკრძალავენ ტყეებში შესვლას რომ ხალხმა თავშესაფარი ვეღარ იპოვოს მერე. ნუ ჩვენთან კარგი ის არის რომ დაცული ტერიტორიები ანუ მე ჩემი ტურისტული საქმიანობა რაც არის დაცული ტერიტორიების შესწავლა და ნუ თუ კი რაიმე ხდება დაცული ტერიტორიებზე საქართველოში ყველაფერი მაინტერესებს ვაპიარებ და ნუ ადრე ტურისტებიც დამყავდა. ეხლა უფრო ვიდეობლოგების გადაღებაზე ვარ გადასული და ეხლა მაგალითად დაცული ტერიტორიების რაოდენობა ყოველწლიურად იზრდება. ძალიან კარგად მუშაობს საქართველოს მთავრობა ამ მიმართულებით და დაცული ტერიტორიების სააგენტო. აი შეიძლება ითქვას რომ უბრწყინვალესად მუშაობს. ნუ ერთადერთი ეხლა დაშბაში და იქ რომ ამ ხელაფასებიას ეს ძალიან ცუდია. ეს ფასები ანუ ნახეთ ქართველებისთვის უნდა იყოს თითქმის უფასო ყველაფერი. შეიძლება 1 ლარი, 2 ლარი, ისიც თუ არა გაქვს, უნდა შეიხო ერთი შენიშვნას, რასაც ვიტყოდი, ჩათვალოთ რომ ამას ყველა ქართველის მაგივრად ვამბობ, ამას ყველა ქართველი ეთანხმება. აი სადღაც იქ არის უფლის ციხეში არის, მე მგონი ეგრე რამდენიმე ლოკაციაზე არის, რომ აი ქართველისთვის ამდე აი მარტვილის კანიონშიც აი ქართველისთვის თქვა დესფასია. მე თქვა დაცული ტერიტორიები რო შევიდა დაცული ტერიტორიები მარტვილის კანიონში და სხვადასხვა ლოკაციებზე აუცილებელია უსაფრთხოების გამო. და ნუ უცხოელებისთვის სხვა ფასია, მაგრამ ხა დაშბაშის კანიონზე რომელიც ჩვენ გავაპიარეთ და კი მესმის რომ ბიზნესია და ინვესტორმა ფული ჩადო და ის უნდა ამოიღოს 100%-იანია, მაგრამ არა ქართველების ხარჯზე. ეს უნდა მოხდეს ჯობია 1 წლით გვიან ამოიღოს, მაგრამ უცხოელი ტურისტების ხარჯზე და უცხოელი ტურისტებს მაგის ფული აქვს რომ მოდიან. ქართველებს ესე არ უნდა ღირდეს 150 ლარი ველოსიპედით უნდა ღირდეს 10 ლარი. ხა ველოსიპედით ესა 10 ლარი შესვლა უფასო უნდა იყოს ქართველებისთვის, ველოსიპედი უნდა იყოს 10 ლარი, ზიპლაინი უნდა იყოს 10 ლარი, 15 ლარი და ესეთ ძალიან მინიმალურ დონეზე უნდა იყოს, ამიტომ რომ ქართველები ვაფშე აღარ დადიან უკვე თითქმის. იმიტომ რომ საშინელი ფასებს უყავს. ახლა პატარა გადახვევა გავაკეთე, მაგრამ და ახლა რის თქმა მინდოდა. ეხლა მაგალითად შეხვედრა მოხდა, მე ყველაფერს ვაკონტროლებ და მონიტორინგს უწევ. სვანეთში მოხდა შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებთან და სვანეთის გეგმარებითი ეროვნული პარკის და ნაკრძალების ესე იგი გეგმის შემუშავება მიდის რომ ახალი დაცული ტერიტორია გაჩნდეს სვანეთში. უბრალოდ ერთ საკითხი და ანუ სვანეთშიც მე რაჭაშიც იქ ლეჩხუმშიც და ერთს იმას ვიტყვი რომ ეს ძალიან კარგია. იქ ცხოველების და ფრინველების გაშვება ხდება, დათევზიანება ხდება, მდინარეების და ტბების ძალიან კარგი მიმართულებით კეთდება. ზოგიერთი ამ ყველაფერს ზოგიერთი კერძო ბიზნესიც ახორციელებს ამ შემოწირულობის დონის ინვესტიციას, რომ ბიომრავალფეროვნება გამდიდრდეს საქართველოში. ეს ძალიან კარგია, მაგრამ ამ ნაკრძალების ტერიტორიაზე ხა ნადირობა და ეს თევზაობა და რაღაცები რო აკრძალული ესენი ხა ვიცით. არ უნდა ნუ თევზაობაში იგულისხმება ბრაკონიერული თევზაობა. ხო, ესე იგი, უნდა ეს ყველაფერი არ უნდა გადაიზარდოს საქართველოში ისე, რომ ამ ნაკრძალებში სამომავლოდ ადამიანებს აეკრძალოთ შესვლა. ეს ამაში არ უნდა გადაიზარდოს. ამაში პირველი მე გამოვხატავ ამის პროტესტს და პირველი მე ვიტყვი, რავი, ხელოვნურმა ინტელექტმა თუ ლაზერი არ მესრულა. ხო, ანუ უცხო ქვეყნებში უკვე იკრძალება ნელ-ნელა ტყეებში შესვლა. და ჩვენ აქ არ უნდა აგვეკრძალოს ტყეებში შესვლა მთავრობისგან, ანუ ეს არასწორი იქნება. დანარჩენი ახლა რა მიმართულებითაც მიდის და ნაკრძალების თემა ძალიან კარგია. ხო და რაზე მოვაყოლე ახლა? ხო. ჩვენ 90-იანი წლები გვაქვს გამოვლილი და ჩვენ თუ კი ამ 90-იანი წლების მეორე სერიისთვის მოვემზადებით, ჩვენ მაშინ მოუმზადებლები შევხვდით. და ინდუსტრია არაფერი არ არსებობდა და ჩვენ ახლა ინდუსტრია გვაქვს, მრეწველობით ინდუსტრია და მაღაზიები სავსეა. სარემონტო და საშენი მასალებით და ჩვენ თუ კი ამისთვის დავიწყებთ მზადებას, ეხლა ნახეთ ეს იქნება ძალიან კარგი. ეხლა რისი თქმა მინდა რომ მაგალითად ერთ ადამიანს ხა ყველას არ აქვს საშუალება ელემენტარულად ხა შურუპავიოტი ვიყიდეთ დევალტის და ღირდა 850 ლარი. ნუ ყველაზე მაგარი რო იყო იმის მერე მეორე დონეზე რომელიც არის რა. ანუ აქ ხა რისი თქმა მინდა რომ ყველა ვერ შეძლებს რომ შევიდეს დევალტში
ან ინკოს ფირმაში და გამოიტანოს ყველა ხელსაწყო და ყველა დაზგა და დანადგარი. იმიტომ რომ აი დევალტის მაღაზიაში რომ შევედი, ნუ ეს არის ჩვეულებრივი ხელოსნისთვის 64 რა. მივხვდი რომ აი იმ წუთას 20000 ლარი მჭირდებოდა ანგარიშზე, იმ წუთას, იმიტომ რომ რას 20000 ლარის ნივთი მჭირდებოდა ყველაზე ცოტა. ხა აქ რისი თქმა მინდა რომ ყველა ვერ შეძლებს რომ სიტყვაზე აი ხის მიმართულების სახელოსნოს ხელსაწყოების შეაგროვოს, რკინის მიმართულების სახელოსნოს ხელსაწყოების არება, ანუ ყველაფერს ერთი ადამიანი ვერ იზავს. ამიტომ პროექტი ზომბი ზოუნი ამას მე გავაანალიზებთ, დრო გვაქვს დოყელა, რამდენიმე წელი გვაქვს ამისათვის, გავაანალიზებთ. გავიგეთ ახლა იარაღებს შეიძლება თავრობამ ჩამოართვას ხალხს, მაგრამ სიტყვას ხა შურუპავიოცას ხო არ ჩამოგართვას არა? ამ ყველაფერს ჩვენ გავაანალიზებთ და რაღაცა გეგმას მე ჩამოვწერ, რაღაცას მოვიფიქრებ, რომ ნაწილ სახელოსნოები კონდეს ხალხს. ხო, თავარი არ დამავიწეს. იქ უნდა გავითვალისწინოთ და თავარი არ დამავიწეს, რომ ამაზე მე ვისაუბრებ კიდევ, რომ ხო თქვა სალაშქრო ეკიპირება ვის როგორი ექნება, ანუ განაცვლდება, ზოგს ექნება სალაშქრო ეკიპირება, ზოგს რკინის ისა და უფასოდ მოემსახურება ხალხი მე ერთმანეთს. ხო, ამ გაჭირების დროს. და ყველაზე მთავარი რაც არ უნდა დამავიწყდეს, ამაზე უნდა ვისაუბროთ. აგერ ბატონო, ჩემი ველოსიპედი გაჩვენოთ. ჩემი ველოსიპედი პარკია ჩამოკიდებული. აი, უმანქანობის დროს ველოსიპედი იქნება რო იტყვიან ხოლმე წამალი რა. სალბუნიოთ როგორ იტყვიან. მოგეთ, ველოსიპედი. უნდა იყოს სიტყვაზე ვთქვათ 50 ადამიანზე გათვლილი სიტყვაზე, ყველა 50 ადამიანზე ერთი სახელოსნო გათვლილი. ან 100 ადამიანზე, ან 1000 ადამიანზე გავიჯ, მაგას რაღაცა უნდა ვიფიქროთ და უნდა იყოს წინასწარ უნდა შევქმნათ სახელოსნოები, რომლების გაჭირვების დროს, ველოსიპედების სახელოსნოები, რომლების გაჭირვების დროს ამ ველოსიპედების ტექნიკურ მომსახურებას გაწევს. წინასწარ უნდა ვიყიდოთ თქვათ ეს ჟიტკოსები რო არის ეს სითხეები ველოსიპედის, სამთო ველოსიპედებს რა ჭირდება, ხმე ენდუროს ტიპის რამა მომწოს უფრო და ეხლა არ არის თად ენდურო არ არის, მაგრამ ნახევრად გერმანული ბულსია ეს ფირმა, რაღაც ვიყიდა მეორადი, ხო მეტი ვერ გავქაჩა. ხო და იქ ასევე დენის და ელემენტებზე რო იტანება და რაღაც ეგ ველოსიპედების მომსახურება შეიძლება. მოკლედ ველოსიპედები უნდა იყოს ჩვენი ალტერნატიული საშუალება, რომ თქვა შეიძლება ეხლა თბილისიდან ქუთაისში ვერ წახვიდი ადამიანი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში თბილის მოივლი რა. როდესაც ტექნიკა იქნება გაჩერებული და მანქანები აღარ ივლიან, რაღაცა რო დაჭირდება, ეს უკურია, ანუ ჩვენ უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც იმუშავებს ეს უმანქანობის და გაჭირვების დროს და იქნება თქვა კურიერების დონის ახალგაზრდები, რომლებიც ნივთებს გადაიტანენ, რაღაც პროდუქტებს გადაიტანენ და იქნება მოძრაობა ველოსიპედებით. ანუ ჩვენ უნდა დავეყრდნოთ ველოსიპედებს რა. ჯანსაღი ცხოვრებაც არის და ასე შემდეგ კარგია, მაგრამ ველოსიპედებს ახლა ველოსიპედს არ უნდა არც მზე და არც ბენზინი და არაფერი რა. დღის დღამით თორსა კიდე წახვალ და ძალიან დიდი მანძილის დაფარვა შეგიძლია 30-40 კილომეტრი ერთ მიმართულებით მე უკან წამოდი, რომ ვის ახლა ჯანმრთელობაში როგორ უწყობს ხელს რა. ყოველ შემთხვევაში რაღაცა რამდენიმე გაჩერებას მარტივად გაივლი და 1 საათი აღარ მოგიწევს ფეხით სიარული. ანუ ჩვენ მეტროს სცენარისთვის უნდა მოვემზადოთ. ჩვენ უნდა მოვემზადოთ მეტროს სცენარისთვის. და ეს ხუმრობა არ არის მართლა, ნელ-ნელა კი ვიხუმრობთ ზოგჯერ რაღაცა, მაგრამ მართლა უნდა მოვემზადოთ. ჯობია ვიყოთ მზად და აღმოჩნდეს რომ ეგ არ იქნება, ვიდრე მართლა მოხდეს და მზად არ აღმოჩნდეთ რა. მოგეთ მეგონი ყველაფერი წავიკითხე, ყველაფერი მოვყევი. ეს ყველაფერი ზუსტად ერთ-ერთში იქნება ქართულ მეფეზეც. ამას მე წაგიკითხავთ. ლაივშიც განვიხილოთ. აი მოიცადე რა ეწერა. აი ახლა ბილ გეიტსმა რო გამოაცხადაო, გესმით ხალხო? ბილ გეიტსმა რო გამოაცხადა რომ ისაო რაღაცა სმოგით უნდა დავფაროთო, ნახეთ რა შებერტყილები არიან და რეები აქვთ გათვლილი. სმოგით უნდა დავფაროთ მთელი წაო და ნელ-ნელა გვაპარებენ. ხო იყო ერთი კვირა სმოგი, რომ ზისხიოებმა და ულტრა რაღაც გამოსხივებამ არ დააზიანოს ადამიანებიო. აი აქ ტექსტი რო გრძელდება, ნახეთ რა წერია, ის შეხვდება კიდეც ღმერთს. ხმელეთზე მუდმივი ბუნდი, ნახეთ ხმელეთზე მუდმივი ბინდი იქნება და შუქი საერთოდ აღარ იქნება ციდან. გესმით? ანუ ბილ გეიტსი მაგ დროისათვის და ეს კორპორაციები განახორციელებენ მაგ კლიმატური იარაღით მაგ გეგმას, რომ ხმელეთზე იქნება ბინდი. აი მოსიარულე მკვდრებში როგორც არის, აი ის ერთი ვინც გადარჩენს, აი მოკეთ მიშონი რო წავა რიკის გადასარჩენად.
განხილვა რომ გავაკეთე ჩიპიზაციის ვიდეოში. მიშონი რომ რიკის მოსაძებნად წავა. და ეს რიკი სად არის? ზუსტად იმ ქალაქში, აი ანტიქრისტეს მმართველობის ქალაქშია, სადაც ქიმიური არახს იყენებენ ხალხზე. ყველაფერი ნაჩვენებია, ყველაფერი წინასწარ აქვს ნათქვამი. და იქაც ეგრე ნისლია, სმოგია და ასე შემდგომ რა. ამას გამოიყენა, ანუ სმოგი იქნება, სამომავლოდ იქნება სმოგი და ყველას ესე ნიღბებით მოგვიწევს ყოფნა. მე რა გამწმენდი ფილტრები რაც უყენდება და აი ზუსტად აი ეს რა ქვია, ამნეღებს რა საბჭოთა ნიღბები რო არის. აი ამების ყიდვა დაგჭირდება. თქვა იქნება ნივთი, რომელიც ყველა ადამიანზე საჭიროა, თქვა და ეს ნიღაბი ერთი ცალი ყველას უნდა გქონდეს, ერთი ფანარი, ერთი ცივი არაღი დანა და ესეთი რაღაცები. ამაზე პროექტი ზომბი ზოუნი მე შევქმენი ეს იდეა და ამაზე ნელ-ნელა ცოტა TikTok-ზე, ცოტა YouTube-ზე ვისაუბრებ. მომავალში კიდე და ჩამოყალიბდებით რომ ჩვენ უნდა დავიწყოთ აღჭურვა არა იმისთვის რომ რა ტელევიზორში რასაც გამოაცხადებენ ხან იმას ვეუბნოთ და ხან ამას არა. აქ უკვე ჩანს რომ იმდენად მონარქების ისტორია და მომავალი წინასწარმეტყველება ქართველი მონარქისა და რუსი მონარქის იმდენად იდენტურია. ხო მოიცა ეს არ დამავიწყდეს კაცო დაფაზე რაც მიწერია. იმდენად იდენტურია რომ რუსეთი და საქართველო რადგან მართლმადიდებელი ქვეყნები არიან მიუხედავად პოლიტიკური მტრობისა ერთად დადგებიან და ეს ერთად დგომის პერიოდი უკვე იწყება. ანუ აქ პოლიტიკური ისინი რომ გავიგეთ რუსეთი რომ ჩვენს გარშემო ყველა ოკუპანტია. მე გეუბნებით რომ არა მარტო რუსეთი, ყველა ჩემი მეზობელი ოკუპანტია, ნუ ყველა არ იგულისხმება, მაგრამ არიან კარგი მეზობლებიც ყავს, მაგრამ უმეტესობა მეზობლის ყოველთვის ოკუპანტია და ცდილობს რაღაცა რესურსი წაგლიჯოს, მიწა წაგართვას, ღობე ჩაგინგრიოს, რაღაცა გააფუჭოს. ამიტომ მოზებლობაში ყოველთვის ხდება. მეზობელი თითქმის ყოველთვის ოკუპანტი ხდება, ამიტომ გიწევს რაღაცა დიპლომატიური გზების გამონახვა. ხო და იქიდან გამომდინარე რომ ჩვენ სამხრეთ რკალი ანუ ისლამური ქვეყნების რკალი გვარტყავს, ჩვენ იძულებული გავხდებით რომ მართლმადიდებელ რუსეთთან ანუ განაშევერთდეთ, ჩვენ შევუერთდეთ, ანუ შემოგვიერთდეს. ვიყავით კაცო შეერთებული საბჭოთა კავშირის დროს, მაგრამ გადარჩით რაღაცნაირად. არა, აქ იქნება უკვე სხვა ტიპის კავშირი, სხვა ტიპის ურთიერთობები. ეხლა ეს ურთიერთობები კიდევ უფრო ღრმავდება, როდესაც უკრაინიდან დევნილები შემოვიდნენ და რუსეთიდან თვითონ რუსები გამოექცნენ პუტინის რეჟიმს. ხო ხედავთ ჩვენ აქ და საქართველოს შეაფარეს თავი და საქართველოს ქართველის ბევრი ცხოვრობს, იქ მეგონი 1 მილიონამდე რა ვქვა, ძალიან ბევრი ცხოვრობს რუსეთში და საქართველოში დაფუძნდა ეს ხალხი და უკვე რა ვიცი, გოგოები თხოვდებიან ქართველ ბიჭებზე, ბიჭები და პირიქით რა, იმათ ქართველები მოყავცვალა და რაღაცა ის მიდის რა, ხო ხდებით. რუს მამაკაცებს ქართველი გოგოები მოწონთ, ქართველ მამაკაცებს რუსი გოგოები მოწონთ, მედის ახლა ეს ურთიერთობებია რა და გაღრმავება კიდევ უფრო დაოჯახებები და ასე შემდგომ. ამიტომ აქ ეს ყველაფერი ესე ჩანს. ხო, ეხლა მივიდეთ დაფასთან. და ეს ვიდეოც მალე დავასრულოთ. აქ ეხლა ჩვენ უნდა ვიფიქროთ აი ამ საკითხზე, ნახეთ რა ხდება. ელი ზიდოზნოუჩი სიკვდილის დღიურში აი ამ ანიმაციაში ეს არის დეტექტიური ჟანრი. გეუბნებით ასეთი რამეა ჯერ არ გადაღებული, ეს არის სრული შოკი, აუცილებლად უყურეთ. თავინარაც გაჩვენეთ ვიდეოში. ელი არის თავარი გამომძიებელი. ანტიქრისტე შეეცდება გამოიძიოს საქართველოსა და მონარქის პიროვნებების შესახებ ინფორმაცია. მე არ ვიცი სიტყვაზე თქვა და ანუ დაჭერას შეეცდება, აქ ხა ციხის ჩასმაზე არ არის საუბარი, მაგრამ საინტერესო ანტიქრისტე როგორ შეეცდება, რა სახით შეეცდება ამ ორი მონარქის ლიკვიდაციას. შეძლებს, ვერ შეძლებს, რამდენად გაეხსნება ხელი ამაში პოლიტიკურად, თუ უბრალოდ გარშემო უბრალოდ ესე წრეებზე ივლის და უბრალოდ მხოლოდ დანარჩენი მსოფლიოს გაერთიანებით დაკავდება. აი ამიტომ არის საჭირო შესაძლებელია მე არ ვიცი საქართველოსა და რუსეთის მონარქებს მოუწიოთ ნიღბით მოძრაობა. არ ვიცი, აი დაშვებებს უშვებ, შეიძლება მე 1% დაშვებას უშვებ, რომ შესაძლებელია რუსეთის მონარქი ქალიც კი იყოს. 1% აი ჩემთვის იმიტომ არ ვიძახე ოღონდ ამას რომ ხო გეუბნებოდით თქო და მე უბრალოდ მე ჩემთვის გონებაში ხა რადგან ის კი მეორე კი ანიმაციაში ქალია მარტო მაგიტომ არა 1%-ს ვუშვებ რომ შეიძლება ქალიც იყოს, იმიტომ რომ საქართველოს ისტორიაში ქართველი მეფე რო ყავდა, შეიძლება გადათამაშდეს ეს როლები და ქალი იყოს მონარქი. შეიძლება 1%-ს უშვებ ამის ალბათობას, მაგრამ რა თქმა უნდა ძირითადად უფრო კაცი იქნება. 99%-ით.
ხო და აი რისი თქვა მინდა თუ ესენი ტელევიზიით გამოჩნდებიან სიკვდილის ღმერთები არსებობენ ეხლა რისი თქვა მინდა შინიგამი მე მგონი ინგლისურად არის ეგ შინიგამი თუ იაპონურად არ ვიცი მაგრამ ეს სიტუაცია იაპონიაში ვითარდება ამ სერიალის ეს არის ფილმი უბრალოდ ანიმაციური ფილმია შინიგამი ანუ სიკვდილის ღმერთები არსებობენ მართლა არსებობენ არ არის აუცილებელი ხა რიუკი ერქვას და იმას და რემი და ის ერქვას რა იქაური სახელები ხო და სიკვდილის ღმერთები პირიქით ანტიქრისტეს მოემსახურებიან ეხლა ეს ზუსტი ანალოგია არ გამოდის მაგრამ ანტიქრისტეს გამოეხმარება ანუ ანტიქრისტე თვითონ სატანა იქნება მაგრამ განხორციელებული მაგრამ ანტიქრისტეს მოემსახურებიან შინიგამი ეს სიკვდილის ღმერთები ეხლაც ამ ეტაპზეც მუშაობენ ანუ თავიანთ ეს წმინდა მამათა ცხოვრებებშიც არის ნაჩვენები რომლებიც გემების ჩაძირვებს და იმაზე არის აღწერილი დღეისაც მაგალითად ავარიებს აწყობენ ან ძალიან ბევრი სიკვდილიანობას აი კონფლიქტების დროს და ავარიებით ანუ სიკვდილის ღმერთები ხოცავენ ავარიებით ადამიანებს აი ჯადოებს ვიც უკვე და ვიც ჯადოს აკეთებს ის იმ მომენტში კირას როლში ანუ სიკვდილის დღიურში წერს მის სახელს და ჯადოთი ხოცავს ხალხს მაგრამ ამ შემთხვევაში თუ კი პირველი კირა საქართველოს მონარქი და მეორე კირა საქართველოს რუსეთის მონარქი ამათი სახეები თუ კი ცნობილი იქნება უბრალოდ მე რაღაცებში ცოტა ვიხლართები ვერ გებულობ და მინდა გავიგო თქვენი აზრები დააკომენტარეთ შეიძლება რაღაც ერთი ისეთი კომენტარი დაწოლოთ რამაც გონება სრულად გამინათოს აი ამ საკითხებში თუ კი ამათი სახეები ცნობილი იქნება მაშინ სიკვდილის ღმერთებს რატომ არ გამოიყენებს ანტიქრისტე და პირდაპირ ანუ მე მესმის რომ ღმერთისგან მათ მფარველობა ექნება მაგრამ ან ტექნოლოგიებს როგორ არ გამოიყენებს ან როგორ ვერ გამოიყენებს მათ მოსაკლავად ეს საკითხები არის საინტერესო ერთი რამ ფაქტია რომ საქართველოს მონარქზე ეხლა ჩათვალოთ რომ მინიმუმ 5 ქვეყნის სპეცსამსახურები ნადირობენ ვინ არის საქართველოს მონარქი მე ხა რაღაც დეტალების მოყოლა კიდე არ შემიძლია ვინ შეიძლება იყოს საქართველოს მონარქი ეხლა რა ვერსიებიც არის ხახნო ეგ ყველაფერი არის მეფის ნაცვალის ანუ თვითონ მონარქი ნახეთ როგორ რაღაც არის თვითონ საქართველოს მონარქი ქმნის ყალბ კანდიდატურებს ანუ ორეულებს ქმნის რათა თვითონ იყოს უჩინარ მდგომარეობაში ეს მისდაუნებურად ხდება თან ცნობიერად თან არაცნობიერად ანუ ეხლა ვიზეც არის იქ რაღაც საუბარი ეს არის ის არის იქ ის ბიჭი გაიზარდა ესენი არც ერთი საქართველოს მონარქი სინამდვილეში არ არიან ესენი არის ეს ანუ თავის ყალბ ორეულებს ანუ მატრიცაში ქმნის ყალბ პერსონაჟებს ან განაის პიროვნებები ცალკე არ ცხოვრობენ მაგრამ თვითონ როგორც პერსონაჟი მეფის პერსონაჟებს მეფის ნაცვალ მეფე რო ჩაანაცვლოს დროებით ანუ ხალხს რომ დროებით ეგონოს რომ ისინი იქნებიან მონარქები ამიტომ არის თვითონ ანუ მატრიცაში ყალბ პერსონაჟებს მეფის ყალბ პერსონაჟებს ქმნის თვითონ მონარქი ყველა ვერსია ვიზეც კი გაგიგიათ არც ერთი ისინი მონარქი არ იქნებიან არც ერთი არც დიდი არც პატარა ასე იქნება რუსეთის შემთხვევაშიც ამიტომ ჩვენ აქედან ხედავთ აქედან გამომდინარე რომ რუსეთისა და საქართველოს მონარქები მყარ კავშირს გააბავენ ერთმანეთთან და ერთად იბრძოლებენ ეხა რუსეთი ჩერეს საქართველოსი გაივლის თუ საქართველოს ჩერეს რუსეთით გადაფრინდება ისრაელში თუ რა ეგ ხა არ ვიცი მაგრამ ეს ორი ქვეყანა თავისი რუსული ესე ვთქვათ სლავი ხალხებით გაერთიანდებიან მართალი მართლმადიდებლობა ანტიქრისტეს წინააღმდეგ სადაც უკვე ფიზიკური ომი იქნება ამიტომ გეუბნებით ხოლმე რომ ჩვენ უნდა შევკრიბოთ არმია ჯარი ეხლა აქ რაღაც მთავრობის გადასატრიალებად კი არა ჯარი იგულისხმება იმაში რომ ხალხი უნდა მოემზადოს მომავალი აი რეალური აპოკალიფსური ომისთვის ეხლა რომ რუსეთი ომს აწარმოებს მაგომში არ უნდა წავიდეს არავინ სულ ძალით გაგაგდონ არ უნდა წახვიდეთ იმიტომ რომ ეს არის ძმათამკვლელი ომი და ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვა რეალური ბრძოლა ჩვენისთვისაც უნდა მომეზადოთ ეს იქნება ანტიქრისტეს წინააღმდეგ აპოკალიფსური ბრძოლა ესე დავარქვა და ანტიქრისტეს წინააღმდეგ აპოკალიფსური ბრძოლა ეს იქნება მესამე მსოფლიო ომი რაც არის უკვე დაწყებული რუსეთი ხან რუსი და უკრაინელი ხალხი ერთი ხალხია თითქმის და ერთმანეთს ხოცავენ ამ ზედა დაკვეთები ხო და კიდე ერთი მნიშვნელოვანი დეტალი მოკლედ აი ეს საინტერესო საკითხებია რა სახეებს თუ გამოაჩენენ აი რაც იქ დეზნოუჩი მიდის გამოძიებები რომ საინტერესო აი ელი რო ეძებს პირველ და მეორე კირას რომელია ესენი რო ეძებენ ელს თან იციან თან სახელი არ იციან ამ ელის აი სახეები იციან თან ვერ კლავენ ეს იმას ვერ კლავს აი ესეთი რაღაცა ქაოსი იქნება ხო და მოკლედ პოლიტიკური მოვლენები აშკარად ესე იქნება რომ საინტერესო იქნება
მონარქების სახეს გამოაჩენენ, არ გამოაჩენენ, თუ გამოაჩენენ, რატო ვერ შეძლებს ანტიქრისტები მათ მოკლას? აი საინტერესო საკითხებია. ხო, თუ კი რამე გამოვრჩა, მე შემდეგ ვიდეოებში ვისაუბრებ. დააკომენტარეთ თქვენ საბადა. ძალიან რთული ტექსტი იყო ეს ჩემთვის, იმიტომ რომ დიდ ინფორმაციებს შეიცავს. ამიტომ წავიკითხე, ამიტომ ვკითხულობ მეტროს რა. ზუსტად მოგეთ ამისთვის უნდა მოვებზადოთ რა, ეგეთი თემებია. ხო, კიდე რა უნდა მეთქვა, ხო. შეიძლება რამე დამოვიწყოს, დანარჩენ შემდეგ ვიდეოებში ჩავინიშნავ და მოგიყვებით რა. აუცილებლად უყურეთ დეზნოუთს რა, ეს არის სრული სიგიჟე რა. აი ძალიან მაგარია, უყურეთ მოკლედ და მიხვდებით რაზეც ვისაუბრებ.